კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, ალბათ ჩვენი კოლეგები ნელ-ნელა შემოგვერდებიან. ჩვენი მოხსენების დღევანდელი თემა არის ლორწოვანის ენდოსკოპიური რეზექციის და ლორწქვეშა დისექციის შემდგომი პერფორაციების მართვა. ჩვენი გამოცდილება, რომელიც დაგროვდა გარკვეულ პერიოდში, შეგახსენებთ, რომ ეს ორივე პროცედურა განკუთვნილია იმ ცვლილებების სამკურნალოდ, როგორც არის კიბოსწინარე დაავადებები და ადრეული კიბო. ადრეული კიბოს განსაზღვრება მოგეხსენებათ, რომ ეს არის ინვაზიური კარცინომა, რომელიც მოიცავს ლორწოვანს ან ლორწოვან და ლორწქვეშაშრეს, მიუხედავად რეგიონული ლიმფური კვანძების ინვაზიისა. პირველი ლორწოვანის რეზექცია შესრულდა 55 წელს რიგიდული სიგმოიდოსკოპის გამოყენებით. პირველი ლიფტინგი კი 1977 წელს. პირველი დისექცია ირაუს მიერ 1998 წელს. კუჭნაწლავის ტრაქტის ონკოლოგიური პროცესების 78-99% ვითარდება ლორწოვან შრეში, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ყველა წინამორბედი გამოსვლელი აღნიშნავდა იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ადეკვატური შეფასება ამ პროცესების. მაგრამ დღევანდელი ჩემი მოხსენება ამას არ შეეხება იმ გართულებებს, რომელიც მოსდევს ხოლმე ამ პროცესებს. შეფასებისას თავისთავად პირველ რიგში ფასდება წარმონაქმნის ზომა, მორფოლოგიური სტრუქტურა და ლოკალიზაცია. შემდგომ უკვე პარიზის კლასიფიკაციით ძალიან მარტივად შეგვიძლია განსაზღვროთ მაკროსკოპული ფორმა, ყველა მიდამოში, სახლაპავში, კუჭში, 12 გოჯა ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში. და ამის შემდგომ გვება უკვე ის საკითხი, რა პროცედურა ჩატარდეს. ევროპის ასოციაციის ენდოსკოპიური ასოციაციის რეკომენდაციით მოწოდებულია ეს გაიდლაინი, სადაც ნაჩვენებია, რომ პირველი საღლაპავში მოწოდებულია ორივე IMR-იც და ESD-ც, ანუ ლორწქვეშა დისექციაც და ლორწოვანის რეზექციაც. ბარეტის საღლაპავის დროს ენდოსკოპიური რეზექცია, თუმცა ეს გარკვეულ ჩამონათვალის გათვალისწინების შემთხვევაში მოიცავს ასევე ESD-ს. კუჭი ცალსახად რეზექცია, თუმცა ჩვენი დაკვირვებით შესაძლებელია აქაც გამოყენებული იყოს ენდოსკოპიური რეზექცია. რაც შეეხება 12 გოჯა ნაწლავს, აქ მიღებულია მხოლოდ ენდოსკოპიური რეზექცია, ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე. მსხვილ ნაწლავში, მარჯვენა ნახევარში უპირატესად ენდოსკოპიური რეზექცია, მარცხენა ნახევარში, განსაკუთრებით სწორში და სიგმურ ნაწლავში ენდოსკოპიური რეზექციაც და დისექციაც. ამ ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩატარებული იქნა დაახლოებით 3000-მდე რეზექცია და დისექცია. თითქოს დიდი ციფრია და რაღაცის მაჩვენებელი. თუმცა ამას დავაკონკრეტებ. მსვლელობისას ასაკი მერყეობდა 22-დან 91 წლამდე, როგორც ხედავთ სლაიდიდან უპირატესი ჩარევების ადგილი იყო მსხვილი ნაწლავი. ყველაზე მცირე იყო 12 გოჯა ნაწლავში და საღლაპავში. ამასაც უნდა ახსნა, რატომ არის ესეთი ციფრები. საღლაპავის გამოკვლევის შემდეგ და შეფასების შემდეგ კლასიფიკაციით განისაზღვრა, რომ ჩასატარებელი არის როგორც დისექცია, ასევე რეზექცია. რეზექცია შეეხებოდა ბარეტის საღლაპავს, ხოლო დისექცია მტყელუჯადოვან კარცინომას. ასევე წარმონაქმნები, ლორწქვეშა წარმონაქმნები, რაც ჩვენ შემთხვევაში ჩავატარეთ მხოლოდ ორჯერ, იმიტომ რომ ინვაზია შეიძლება იყოს თავისთავად ლორწქვეშაში, ასევე კუნთოვან შრეში. პერფორაცია აღინიშნა ერთ შემთხვევაში, რაც გამოიხატა კანქვეშა ემფიზემის განვითარებით, ტკივილი გუმკვერდისძვლის უკანა მიდამოში, გადაკვლევით ნანახი იქნა ჰაერი შუა საყარში
კურნალობა დასრულდა სრული დახურვით, კლიპსებით, ჰემოკლიპსებით და კონსერვატული კურნალობით. აქ ნაჩვენებია სწორედ ის შემთხვევა, რომ სადაც მოხდა პერფორაცია, აქ საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, მიკროპერფორაციაზე და უახლოეს პერიოდში თუ დამთავრებულია რეზექცია, დისექცია, მაშინვე იხურება აღნიშნული, რაც გვიჩვენებს, რომ სავსებით მარტივად შეიძლება მხოლოდ აი ამ ეს ოლიმპუსის ჰემოკლიპსები იქნება თუ სხვა ფირმის სრულად დახურვა დეფექტის და კონსერვატულ კურნალობაზე გადაყვანა. რაც შეეხება კურსს, აქ მოგეხსენებათ, რომ დიფერენცირება გაცილებით რთულია, აქ მოცემულია შემთხვევები, სადაც გამოყენებული იქნა როგორც ოლიმპუსის MBI სისტემა, ასევე ენდოციტოსკოპია და აღმოჩენილი იქნა როგორც მაღალი ხარისხის დისპლაზია, ასევე ადრეული კიბო და ჩატარებული იქნა მხოლოდ 412 შემთხვევაში ლორწოვანის დისექცია. აქ არის მაგალითი მოყვანილი, თითქოს და ეს არის ლორწქვეშა წარმონაქმნი, სინამდვილეში აღინიშნა, რომ ეს არის ლორწოვანის წარმონაქმნი, ადენომური, რომელსაც ესაჭიროებოდა ნამდვილად დისექცია და ვერ შემოვიფარგლეთ ჩვენ ლორწოვანის მხოლოდ რეზექციით. ასევე კურსში მოცემული წარმონაქმნები, ბრტყელი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, სად არის იგი ლოკალიზებული, ტარდებოდა სტანდარტული მეთოდიკით. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვცდილობდით, რომ სრულად დაგვეხურა დეფექტის მიდამო. ისევე როგორც ამ შემთხვევაში ეს მოტყუებითი ლორწქვეშა წარმონაქმნი, სინამდვილეში ეს არის ლორწოვანის წარმონაქმნი, დისექციის მერე სრულად დაიხურა. როდესღა იყო ეს მიკროპერფორაცია. მიკროპერფორაცია იყო ერთ შემთხვევაში, აქ არის ბრტყელი წარმონაქმნი ნაჩვენები მანიპულაციის დაწყებამდე, შემდეგ ინდიგო კარმინით შეღებისას და დისექციის შემდგომი სურათი. როგორც მოგახსენეთ, პერფორაცია იყო ერთ შემთხვევაში. რატო იყო ესეთი განსხვავება, თქვათ, თუნდაც ნაწლავთან, იმიტომ რომ ეს რაოდენობა არ არის ის რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ამ პერიოდის განმავლობაში. ამის ხელშემშლელ ფაქტორად მე ვფიქრობ არის გვიანი მომართვა, გაცილებით მეტი რაოდენობა იყო მე-4 სტადიის კუჭის კიბოსი, ვიდრე 0 პირველი სტადიის კუჭის კიბოსი. როგორც მოგახსენეთ, იყო ლორწქვეშა წარმონაქმნებიც. ლორწქვეშა წარმონაქმნების შემთხვევაში აქ მოცემულია ერთ სურათზე, სადაც მოგვიწია ღრმა დისექციის ჩატარება, არა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული ტექნიკით ან გონებით სარგებლობთ, უბრალოდ უკან დასახევი გზა არ გქონდა და ვერ დავტოვებდით ესეთ მდგომარეობაში ვერ ჭრილობას და ვერ წარმონაქმნს. ამიტომ მოგვიწია ღრმა დისექციის გაკეთება შემდგომი სრული დახურვით. რაც შეეხება მიკროპერფორაციას, აქ ხედავთ მიკროპერფორაციის უბანს, ახლა კარგად მოგეხსენებათ კუჭის კუნთოვანი სისტემის ანატომია, ამიტომ აქ გაცილებით დაზღვეული ვართ გართულებებიდან, ვიდრე თქვათ იგივე ნაწლავში. შესაბამისად, გართულება და არც არანაირი კლინიკური გამოვლენა ამ მიკროპერფორაციას არ ქონია. რაც შეეხება 12 გოჯა ნაწლავს, როგორც მოგახსენეთ, აქ მხოლოდ და მხოლოდ ენდოსკოპიური რეზექცია. მართალი გითხრათ, მე პირადად არ მიყვარს ამ 12 გოჯა ნაწლავის ადენომების რეზექცია. მოგეხსენებათ, რომ ადენომის რეზექცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში იზოლირებულად, თუ იგი არ მოიცავს დრილის რომელიმე სტრუქტურას. დრილის სტრუქტურაზე გადასვლის შემთხვევაში დგება საკითხი პაპილექტომიის, რაც ჩემი აზრით ლიტერატურიდან გამომდინარე არ არის იმდენად ეფექტური, როგორც დანარჩენ მიდამოში. ნუ აქ დასრულდა ასევე ადენომექტომიის შემდგომ რეზექციის წესით დახურვა. რაც შეეხება მსხვილ ნაწლავს. როგორც ხედავთ, გაცილებით დიდი ციფრია, ხა მოგეხსენებათ, რომ ადენომური პოლიპები გაცილებით ხშირად გვხვდება ნაწლავში, მაგრამ აქაც
ენდოსკოპიური დისექციის ადგილი ძალიან მწირია. სულ 34 შემთხვევაში ენდოსკოპიური რეზექციის გაცილებით დიდი. აი ეს ანატომიური ვარიანტიდანაც შეგვიძლია ახსნათ, იმიტომ რომ მარჯვენა ნახევარში ძირითადად მაინც სრულდება ენდოსკოპიური რეზექცია და სწორნაწლავში და სიგმაში დისექცია, მაგრამ აქაც იგივე პრობლემებს ვაწყდებით, როდესაც სადისექციოთ უკვე სწორნაწლავში აღარ არის საჩვენო ეს პრობლემა გადასაჭრელი, ეცდება უკვე ენდოსკოპიას და საჭიროა ქირურგიული ჩარევა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როდესაც ინვაზიას დავადგენთ ჩვენ სუფთად ენდოსკოპიური მონაცემებით, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მე მგონი, რომ ქირურგებისთვისაც ეს წარმატებული ოპერაციის საწინდარია, როდესაც დარწმუნებულია ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლორწოვან, ლორწქვეშა და კუნთოვან შრეს მოიცავს. სხვა ნაწლავში სტანდარტული წესით მიმდინარეობდა რეზექცია. აქაც იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩვენ მოგვიწია შედარებით ღრმა დისექციის ჩატარება. რატომ? ეხლა ყველამ კარგად ვიცით, რომ ადენომა თუ რაც არ უნდა იყოს, როგორი წარმონაქმნიც არ უნდა იყოს, უნდა გაკეთდეს ბიოპსი. ბიოპსიის კატეგორიული წინააღმდეგი არიან ბევრ ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველა შესაძლებლობა გაქვს, რომ განსაზღვრო ეს რანაირი ადენომაა, რომელი ხარისხის, რომელი ტიპის და შეუდგე პირდაპირ რეზექციის თუ დისექციის წარმოებას. ბიოპსიის შემდეგ გაჩენილი ეს შემაერთებელი ქსოვილი ძალიან გვიშლის ხელს და აქ უკვე მატულობს პერფორაციის, მიკროპერფორაციის ალბათობაც. გამოყოფისას კუნთოვანში შეიძლება გაყვეს მთლიანი ნაწილი და დამთავრდეს ეს მიკროპერფორაცია. ამიტომ ეს საკითხის გადასაწყვეტია რამდენად აუცილებელია ბიოპსია თუ ჩვენ ამდენი საშუალება გვაქვს ენდოსკოპიურად რომ შევაფასოთ და მით უმეტეს ახლა წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტი რომ ეს არის ადენომა გავანებოთ მის ბიოპსიას თავი. ან მაშინ მოვკვეთოთ. თუ მცირეა, თუ 5 მმ-მდე. მაგრამ ეს საკანონმდებლო საკითხებია. იმ თვალსაზრისით რომ მაშინ ჩვენ როგორ ავხსნით ჯანდაცვის სამინისტროს რომ ეს არის ადენომა და არა თქვათ ჰიპერპლაზიური პოლიპი, ხომ? ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ძირითადი ბეჭედი არის მორფოლოგიური დასწრება. სწორედ ამიტომაც კეთდება ბიოპსია და არა იმიტომ რომ დავადგინოთ რომ კი მართალია თუ ეს ადენომა. ეს ადენომა. დიდი პერფორაციების შემთხვევაში როგორც აქ არის მოცემული ანალოგიურად ნაწიბუროვანი ქსოვილის გამო აქ აღემატებოდა 9 მმ-ს აღნიშნული დეფექტი, ხოლო ზემოთ შემთხვევა არის შედარებით საინტერესო, როგორც ხედავთ, ამ პაციენტთან რამოდენიმე გაცილებით დიდი პოლიპი იყო ამოღებული რეზექციის წესით. ეს ჩვეულებრივი დაახლოებით 6 მმ-მდე პოლიპი ლიფტინგის მერე ამოღებისას, როდესაც მარყუჟი მოთავს და უკვე ჯამთელი ლორწოვანის ფარგლებში მისთის დისტალურ ბოლოს მოყვა ქსოვილი. და კვეთის რეჟიმის დროს ამოღებული იქნა პოლიპის და მოხდა მიკროპერფორაციაც. თუმცა ამ შემთხვევაში არანაირი ჩარევა არ დასჭირებია ამ პაციენტს, განსხვავებით მეორე შემთხვევისა, როდესაც შეწყვეტილი იქნა დაიხურა პერფორაციის მიდამო და ჩატარდა ოპერაცია, წარმონაქმნის ამოღება ერთ მომენტად სტომის გარეშე. ამ დაკვირვებიდან გამომდინარე ჩვენ რა აზრი გამოვიტანეთ, რომ რა არის ამის მიზეზი. პირველი ერთ-ერთი არის არადამაკმაყოფილებელი ლიფტინგი. ლიფტინგის საშუალებები მოგეხსენებათ, მე აღნიშნე, რომ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი შეფერილი და არა ის ძვირადღირებული ლიფტინგის საშუალებები, რომელიც დაახლოებით 9 საათზე მაინც უჭირავს აწეული ლორწოვანი შრე. არასწორი მიმართულების შერჩევა კვეთის დროს, დისექციის დროს უფრო სწორად და სისწრაფე რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავრო. სისწრაფე არის კატასტროფული ამ შემთხვევაში, ჯობს რომ გაცილებით მეტი დრო დავხარჯოთ, ვიდრე ვიჩქაროთ და
აღნიშნოთ, რომ აი რა სწრაფად ამოიღია ესა თუ ის წარმონაქმნი. კვეთისა და კოაგულაციის შეუსაბამო რეჟიმები. აქ რეჟიმები ძალიან ბევრია მოწოდებული, მაგრამ არსებობს შკალა მოცემული საღლაპავისთვის, კუჭისთვის, 12 გოჯა ნაწლავისთვის, მაგრამ მსხვილი ნაწლავისთვის უკაცრავად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ამ შემაერთებელი ქსოვილის არსებობისას ჩვენ გვიწევს გადართვა, რაც სახიფათოა ამ შემთხვევაში და შეიძლება გამოიწვიოს კიდეც ეს მიკროპერფორაცია. და რაც თავარია ინვაზიისა და ნაწიბუროვანი ქსოვილის არასრულყოფილი შეფასება. ეხლა ინვაზიის შეფასების მხრივ მე მგონი ჩვენ პრობლემა არ გქონია, მაგრამ ნაწიბუროვანი ქსოვილის დანახვისას ეხლა სხვა გზა აღარ არსებობს, ხო? ან ნაწილობრივ რეზექცია უნდა გააკეთო, ან სრულად კონსერვაცია აღნიშნული ჩარევის, მაგრამ თუ ესეთი ძაფებია წოდებული შემაერთებელ ქსოვილოვანი, თუნდაც ერთი ესეთი ძაფის გადაკვეთას შეიძლება მოყვეს დაზიანება. როგორც ხედავთ, შედეგებიდან გამომდინარე, მორფოლოგიურ კვლევებთან მიმართებაში თანხმედრა იყო 97%, რაც მიმაჩნია საკმაოდ მაღალი პროცენტია. ერთ ბლოკად ამოღება 99%, შეიძლება ამის ცოტა აწევა კიდე. პროცედურის დრო ენდოსკოპიური მოქმედებით ეს არის 20-დან 90 წუთამდე. თითქოს და ეს 0,29% არ არის ბევრი, მაგრამ ჩემი აზრით ეს გამოწვეულია ეს მცირე პროცენტი იმითი, რომ ძალიან ცოტა არის საღლაპავის რეზექცია, დისექცია, ძალიან ცოტა არის კუჭის წარმონაქმნების დისექცია და ამიტომაც არის ეს მცირე პროცენტი. ეხლა გაცილებით განვითარებულ და მომზადებულ კლინიკებში, სადაც ათასობით ტარდება, აღემატება ეს 4% და ჩვენ გვაქვს 0 რაღაცა, ხო? რაღაცა მიზეზი უნდა იყოს ამის. დასკვნების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ 5 მმ-მდე შეიძლება საერთოდ მოცილებული იქნას ცივი წესით, ყოველგვარი ელექტროდანის გამოყენების გარეშე. არგონპლაზმური კოაგულაცია არავის არ აუგრძელავს, მაგრამ არანაირი მასალა არ გვჭირდება შეფასებისთვის და მორფოლოგიისთვის გადასაცემად და არანაირი ასე ვთქვათ ადეკვატურად პროგნოზირება ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია. რაც შეეხება 5-დან 10 მმ-მდე წარმონაქმნებს, აქ ორივე წესით მისაღებია, როგორც ცივი წესით, ასევე ენდოსკოპიური რეზექციით. 20 მმ-მდე უმჯობესია თუ შეფასებული იქნა, რომ ინვაზია არ არის, ჩატარდეს რეზექცია, თუ აღნიშნა, რომ არის ინვაზია ლორდ ქვეშაშეში დისექციის სახით. 20 მმ-ზე ზემოთ ცალსახად ჯობს, რომ თუ ეს არ არის ფეხზე არსებული პოლიპი, ახლა შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მსხვილ ფეხზე არსებული პოლიპის არსებობისას ადენომის, უპირატესად ნაწლავში რა თქმა უნდა, მე მაინც ორივეს მივცემდი რეკომენდაციას რეზექციასაც და დისექციასაც. მსხვილი ფეხის შემთხვევაში შეიძლება ნაწილობრივ ეგრეთ წოდებული კომბინირებული ვარიანტი განვიხილოთ, ან ნაწილობრივი დისექცია ჩატარდეს, დათვალიერდეს, შეფასდეს ფუძესთან, ანუ ნაწლავის კედასთან მდგომარეობა და შემდგომ გადაწყდეს, დასრულდეს ეს რეზექციით თუ დასრულდეს ენდოსკოპიური დისექციით. კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ ბიოპსიის წარმოება არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ ახლა ამ კანონმდებლობას ჯერჯერობით ვერ შევცვლით. ეს უნდა იყოს განხილვის საგანი და თუ რა პრობლემებს ვაწყდებით ჩვენ მკურნალობის დროს. რაც შეეხება პერფორაციების მართვას, ჩვენი აზრით ძალიან მარტივად იქნება ეს მიკროპერფორაციები მართული. 5 მმ-მდე რეკომენდირებულია 16-იანი, 20 მმ-იანი ჰემოკლიფსებით დახურვა უახლოესი 10 წუთის განმავლობაში და 5 მმ-ზე მეტ შემთხვევაში ანალოგიური დახურვა ოღონდ კატეკლევით უახლოესი 2 დღის განმავლობაში და კონსერვატული მკურნალობა. მუცლის ღრუში სითხის არსებობისას თუნდაც მცირე რაოდენობით ამაში მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხელს გვეწყობს კარგი მომზადება, ხომ და ნახშირორჟანგი უზრუნველყოფს იმას, რომ გაცილებით სტერილურად შევინახოთ
მუცლის ღრუთ და პერფორაციის შემთხვევაში ნაკლები შანსი ჰქონდეს განვითარების პერიტონიტის. მაგრამ ამ შემთხვევაში 6-8 საათის განმავლობაში უმჯობესია რომ იყოს აქტიურ დაკვირვებაზე და კლინიკური სიმპტომების ასე ვთქვათ, მატების შემთხვევაში ჩატარდეს ოპერაციული მკურნალობა. აქ არჩევანი რა თქმა უნდა ქირურგებზე იქნება, ეს იქნება ლაპარასკოპიული თქვა დრენირება მხოლოდ თუ ლაპარატომიით, ეს გადასაწყვეტია ქირურგებისთვის. ამიტომ შეუძლებელი აქ რა თქმა უნდა არაფერი არ არის წარმოებისას, ნაკლები შანსი გვაქვს ყველა მიდამოში იმისა, რომ პერფორაციამ რაღაც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცენტი იყოს გაცილებით ნაკლები. ყველა იმ ჩამონათვალის, რაც მე აღნიშნე, ჩემი აზრით და ჩვენი განყოფილების კოლეგების აზრით, სწორედ ეს პუნქტები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ კიდევ უფრო დავწეროთ მიკროპერფორაციების ალბათობა საერთოდ. ეს მინდოდა მე თქვა ძალიან მოკლედ, მადლობთ ყურადღებისათვის და აქვე ვიტყვი რომ მადლობთ. აქვე ვიტყვი რომ შეუჩერებლად განვაგრძოთ, იმიტომ რომ საღამოს 6 საათზე უკვე 6 საათზე გველოდებიან რესტორანში. რო გავაგრძელოთ იქ საუბარი და გავაგრძელოთ ერთმანეთის მილოცვა. მადლობთ. დიდი მადლობა მოხსენებისთვის ბატონ ამკაც